და აი გზა მარადიული ნეტარი ცხოვრებისკენ ტაძარზე გაივლის. ტაძარში ყველაფერი ძვირფასოზმებო და დებო გვახსენებს ჩვენ ზეცას. ყველაფერი აღამაღლებს ჩვენს გონებას ღმერთისკენ. ტაძარში აღევლინება წმინდა ლიტურგია, უსისხლო მსხვერპლი და ტაძარი ეს არის დიდი სკოლა წმენის, სულიერების, რაც ისწავლება ღვთის სახელით და ღვთისგან დადგენილი სასულიერო პირების მიერ. ასევე ჩვენ გვაქვს ტაძარში ბედნიერება, რომ ვილოცოთ, რაც არის აუცილებელი პირობა მადლის მოპოვების. რა თქმა უნდა, სახლში ლოცვაც აუცილებელია, მაგრამ ის შეიძლება იყოს უფრო სუსტი. და აი ტაძარში ლოცვა ძლიერდება ჩვენი ერთობლივი ლოცვით, ველმსახურთა ლოცვით, ლიტურგიაზე აღსრულებული უსისხლო მსხვერპლით. ტაძრის ლოცვის დროს უერთდება ერთმანეთს მიწიური და ზეციური ეკლესია. აი დღეს ჩვენ, როდესაც ვაკურთხეთ ეს ტაძარი, გვახსენდება წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები იმის შესახებ, რომ ყოველი ჩვენგანი არის ტაძარი ღვთისა და რომ სული ღვთისა უნდა მკვიდრობდეს ჩვენში. და დღეს ჩვენ ამაზე გვაფიქრებს ეკლესია და ამას გვახსენებს და დავფიქრდეთ ჩვენ, რა მდგომარეობაშია ეს ჩვენი ტაძარი. სულიერი. ხომ არ არის დაზიანებული? ამ ხომ არ არის ჩამონგრეული და ნაყარი ქვებით ამოვსებული? ან ხომ არ არის შებილწული ბოროტი საქმეებით? აი ამაზე ვფიქრობ დღეს ძვირფასო და დებო და დღევანდელი ღვთისმსახურების სიტყვებით წმინდა ეკლესია ჩვენ მოგვიწოდებს, რომ განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი და განვახდეთ და ახალი ცხოვრებით, ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრება დავიწყოთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.